შუახევის საკრებულოს მორიგის ხდომის თარიღი ჯერ დაუზუსტებელია. ქართულ ოცნებაში აცხადებენ, რომ საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე კვლავ ნოდარ ქარცივაძის კანდიდატურა დასახელდება, მიუხედავად იმისა, რომ მას ხარდაჭერა 24 დეპუტატიდან მხოლოდ 10-მა გამოუცხადა. დეტალები ნახეთ ჩვენს რეპორტაჟში. შუახევის მუნიციპალიტეტში პირველ ხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარე ვერ აირჩიეს. კოალიციის მიერ წარდგენილმა კანდიდატმა ნოდარ ქარცივაძემ ხმების საკმარისი რაოდენობა ვერ მიიღო. მას 24 დეპუტატიდან მხარი მხოლოდ 10-მა დაუჭირა. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლის განცხადებით, თუ კოალიცია თავის გადაწყვეტილებას არ შეცვლის და კანდიდატი ისევ ქარცივაძე იქნება, არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებენ. თუ იგივე კანდიდატი დაასახელეს, ჩვენ რა თქმა უნდა წინააღმდეგი წავალთ. არის მასიური ზეწოლა, რომ მხარი დაუჭირონ იგივე კანდიდატს ნოდარ ქარცივაძეს, ვინც დააკნეს და სავარაუდოდ აპირებენ ისე ნოდარ ქარცივაძის კანდიდატურას დაყენებას. საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე სხვა კანდიდატურის წარდგენაზე საუბრობს დამოუკიდებელი დეპუტატი. მისი განმარტებით, თუ კანდიდატი ყველა დეპუტატისთვის და ხალხისთვის მისაღები იქნება, მხარს აუცილებლად დაუჭერს. გელა აბაშიძე იმ დარღვევებზე საუბრობს, რომელიც პირველ ხდომაზე დაფიქსირდა. იყო პროცედურული დარღვევა, იმიტომ რომ გადაიდოს ხდომა და ეს არავის არ უცნობებია, ვისაც ევალებოდა. პირველად არ დაუჭირეს, შესაბამისად მეორედაც შესაბამისად ვერ დაუჭერა, რომ ცვინოდეს მხარს. და მეორე კანდიდატურა, რა თქმა უნდა, თუ ღირსეული კანდიდატურა იქნება, მისაღები იქნება საკრებულოს ყველა წევრისათვის, შესაბამისად ხალხისათვის, რა თქმა უნდა, დაუჭერს. მეორე კანდიდატის არსებობას გამორიცხავს კოალიცია ქართული ოცნების დეპუტატი. არმაზ ბახტაძე საკუთარ თავს საკრებულოს თავმჯდომარის კანდიდატად არ მოიაზრებს და აღნიშნავს, რომ მსგავსი ვერსიების გაჟღერებით ოპოზიცია ქართული ოცნების წევრი დეპუტატების აზრთა გაყოფას ცდილობს. ოპოზიცია თითქოს გააჟღერა, რომ მე უნდა ვიყო საკრებულოს თავმჯდომარის კანდიდატურა, ეს აბსურდია და არ მივესალმები, იმიტომ რომ ჩვენ ერთიან გუნდში ცდილობენ რაღაც შეთანხმების პრინციპები დაგვირღვიონ. ნებისმიერი კანდიდატი, რომელიც იქნება შემოთავაზებული, რა თქმა უნდა, თუ იქნება ის ადამიანი, რომელიც მართავს საკრებულოს, ჩემი მხრიდან ხარდაჭერა იქნება. საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობაზე მეორე კანდიდატურის არსებობას თავად ნოდარ ქარცივაძეც გამორიცხავს და ამბობს, რომ კოალიციის წევრ დეპუტატებთან კონსულტაციები ამ საკითხზე უკვე გაიმართა. კოალიციაში შემავალი პარტიები დაასახელებენ მხოლოდ ერთადერთ კანდიდატურას, იქნება ალბათ მე. ჩვენ სხვა კანდიდატურა არ გვეყოლებოდა, იქნება აბსოლუტური მხარდაჭერა. საკრებულოს აპარატის უფროსის განცხადებით, საკრებულოს მომავალი ხდომა სავარაუდოდ პარასკევს ჩატარდება. არ შეიცვლება დღის წესრიგი. სავარაუდოდ ამ კვირაში უნდა ჩატარდეს, ამ კვირაში ალბათ ზეგისთვის, უფრო პარასკევისთვის გაგრძელდება სესია. დღის წესრიგი თავისთავად ცნობილია და დღის წესრიგი არ შეიცვლება. გაგრძელდება იმ საკითხიდან, თავმჯდომარის არჩევნების საკითხიდან. დაუჭერენ თუ არა მხარს შუახევის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ნოდარ ქარცივაძის კანდიდატურას, მომავალ ხდომაზე გაირკვევა.